რატომ ვერნერ ბიშოპი? ჩანაწიგნების ბიბლიოთეკაში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საინტერესო მასალა არის. უბრალოდ შევხვდი ვერნერ ბიშოპს და გამახსენდა ერთი გამოფენა, რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ეს კარგახნის წინ იყო ციურიხში, მართლა ძალიან კარგად გაკეთებული გამოფენა იყო და სრულად აჩვენებდა აი ამ ფოტოგრაფის მთავარი ღირებულება რაც არის და მთავარი ღირებულება ჩემი აზრით არის ის, რომ ვერნერ ბიშოპი არის ერთ-ერთი იმ ფოტოგრაფთაგანი, ვინც ქმნის აი სტანდარტს, როგორი უნდა იყოს დოკუმენტური ფოტოგრაფია. ეს მაგნუმის წევრი არის და მაგნუმის წევრები პრინციპში ყველა მიმართული არის აქეთკენ და ისინი ნამდვილად თავისი მოღვაწეობით, თავისი ნამუშევრებით ზუსტად ქმნიან აი ამ ხარისხს დოკუმენტური ფოტოგრაფიის. მისი ესეთი პირველი დიდი კოლექცია არის დაკავშირებული ომის შემდგომი ევროპის ძალიან ისეთ მძიმე სურათთან. პრინციპში ეს არის განადგურებული, გაპარტახებული ქალაქები. მაგრამ აი ბიშოპს როგორ შეუძლია ეს ყველაფერი აჩვენოს, არა? ეს არის თითქოს კატასტროფის, ესეთი სასოწარკვეთილების ჩვენება ისეთი მიდგომით, იმდენად ესეთი ჰუმანური მიდგომით, რომ აი ემპათიის ხარისხი იგრძნობა ძალიან ისეთი შესამჩნევად. და აი ამ მხრივ ის ნამდვილად არის დიდი ჰუმანისტი, რომ აი ჩვენ ვუყურებთ ძალიან ტრავმირებულ ადამიანებს, ბავშვებს, რომლებიც გადაყავთ ერთი ქვეყნიდან მეორეში. ძალიან ცნობილი კადრი არის ის მატარებლით, რომ იყავთ წითელი ჯვრის ის არის პროექტი, დაობლებული ბავშვები ერთი ქვეყნიდან მეორეში, უნგრეთიდან შვეიცარიაში. ეს არის უკიდურესად დრამატული კადრი, რა თქმა უნდა. მაგრამ აი თითქოს ეს არ იწვევს ისეთ აი უიმედობისა და რაღაცა ისეთ განცდას. პირიქით იზრდება თითქოს ესეთი ჩვენი თანაგრძნობა, როცა აი ამ კადრებს ვუყურებთ და სიცოცხლის სურვილი, სიცოცხლის ხალისი მაინც ნარჩუნდება. აი მიუხედავად ამისა, რომ ესეთი მართლა ეს უკიდეგანო ტრაგიზმი შეიძლება იყოს ასახული მის ფოტოებზე. და ამ სიცოცხლის თემა არის ჩემი აზრით წამყვანი მის ნამუშევრებში რაც არის და ძალიან პოპულარული ისინი არის მისი ფოტოები პერუში გადაღებული ბიჭი კუსკოს გზაზე. ეს არის ბავშვის ძალიან უშუალო ესეთი მართლა სიცოცხლით ახსავს კადრი და მიუხედავად იმისა ჩანს რომ ეს არ არის ის პრივილეგირებული სამყარო, კეთილმოწყობილი სამყარო, სადაც ეს ბავშვი ბედნიერად ცხოვრობს, მაგრამ იმდენად დიდია თქვათ მისი სიცოცხლის შეგრძნება, ესეთი სიხარულისაც, რომ ამისი გადმოცემა ხდება აქ სრულად. და თან ამ ფოტოს და საერთოდ პერუში, პანამას ფოტოებიც, ასევე პერუში გადაღებული ფოტოები, კიდევ უფრო მეტ დრამატიზმს იძენს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მისი ბოლო ფოტოებია, ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა ზუსტად აი ამ ესეთი სამუშაო ვიზიტის დროს ანდებში და ეს კიდევ უფრო ეს რამდენიმე დღეს წინ გადაღებული ფოტოები არის ჩვენამდე მოღწეული. საერთოდ მაგნუმის ფოტოგრაფები ხშირად საუბრობდნენ ამაზე და ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მათთვის დაყოფა სამყაროების, ხო? კარლ ბრესონი ამბობს ერთ-ერთ თავის ინტერვიუში, რომ ჩვენ ვცხოვრობთ პრივილეგირებულ სამყაროში, ეს დასავლეთში მცხოვრები ადამიანის პოზიციიდან არის ეს დანახული და აი ამისი უთანასწორობის, თქვა, დანარჩენი სამყაროს ესეთი თუნდაც დრამატული, ხო, რაღაცა სხვადასხვა შეზღუდვებებითა და საომარი პირობებით, განპირობებული საომარი კონფლიქტებით მიღებული ის რეალობა, რომელიც ძალიან შორს არის აი ამ პრივილეგირებული ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებისგან. როცა ამას ხედავენ ამ სამყაროს წარმომადგენლები და ვთქვათ, უჩნდებათ სურვილი, რომ ეს რეალობა ანახონ დანარჩენ მსოფლიოს, ხო, აჩვენონ, რომ ადამიანები ცხოვრობენ სრულიად სხვანაირად ამ სამყაროში და კომფორტის ზონიდან
უნდა გამოდიოდეს ადამიანი, ვთქვათ, რომელიც თუნდაც თვითონ ცხოვრობდეს აი ესეთ პირველ სამყაროში და შეუძლია პრინციპში თავისუფლად რომ არც გაიხედოს, ხო, იქითკენ. მაგრამ აი ამას აკეთებენ მაგნუმის ფოტოგრაფები და ერთ-ერთი მათგანი არის ზუსტად ვერნერ ბიშოფიც.